ფაზა ჭითანაოსთან ერთად. კიდევ ერთხელ მოგესალმებით მათ ვინც ახლა შემოგვიერთდით დღის არხის ფორმატში განვაგრძობთ მუშაობას და დაპირებისამებრ ახლა ვეცდებით მივიღოთ მოკლევადიანი პროგნოზი ამინდისა მით უმეტეს რომ ბოლო უხელ ასეთი წვიმა იყო დედაქალაქში რეგიონებშიც იგრძნობა აციება როგორი არის მოსალოდნელი ამინდის პროგნოზი აი ამ თემაზე ჩვენ ახლა საშუალება გვაქვს რადიო იმედის პირდაპირ ეთერში სატელეფონო ხაზის მეშვეობით გარემოს ეროვნული სააგენტოს ამინდის მოკლევადიანი პროგნოზების განყოფილების უფროს გავესაუბროთ ქალბატონი დოდო გვაზავა ხაზზე მოგესალმებით ქალბატონო გამარჯობა მადლობა იმისთვის რომ ახერხებთ პირდაპირ ეთერში ჩართვას ქალბატონ დოდო წუხელ ქარი წვიმა დედაქალაქში ჩვენ ეს ნახეთ რეგიონებშიც იგრძნობა და თითქოს უკვე მოახლოებული გაზაფხული და ზაფხულის სითბოსკენ ამინდი მკვეთრად შეიცვალა კვლავ მოიქნია თითქოს კუდი ზამთარმა და აცივდა მოკლედ დღეს წვიმას კი ვგრძნობ დედაქალაქში მაგრამ უახლოეს დღეებში ამ შაბათ-კვირისთვის თუნდაც როგორია ამინდის პროგნოზი რომ გაითვალისწინოს მოსახლეობამ დავიწყებთ 8 აპრილიდან დასავლეთ საქართველოში ცხელოდა ასე ვთქვათ ნამდვილი გაზაფხული იყო 26 გრადუსები ფიქსირდებოდა და აღმოსავლეთ საქართველოში დაახლოებით 19-დან 21 გრადუსი სისხლში უკვე დღის მეორე ნახევრიდან დაიწყო დასავლეთ საქართველოში ტემპერატურის კლება და ნალექიანობამ წვიმდა მთიან მაღალმთიან რაიონებში ყველგან და უკვე 9-შიც და 10-შიც ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში მკვეთრად დაეცა თითქმის ასე ვთქვათ 13 გრადუსითაც კი. რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, კახეთის რეგიონში ნარჩუნდებოდა 16-18 გრადუსი 8 აპრილს, ხოლო უკვე გუშინ 9 აპრილიდან დაიწყო დაკლება აქაც დასავლეთიდან სიცივე ვრცელდებოდა მთლიანად უკვე საქართველოს ტერიტორიაზე და თუ 9 აპრილის დღის ხამის საათებში ცალკეულ რაიონებში იყო საქართველოში წვიმა, ცოტა თოვში გადავიდა ბაკურიანის რაიონში და აგრეთვე ჩრდილო კავკასიაზე ჩვენი გუდაური და სტეფანწმინდის მიდამოებში თოვჭყაფში წვიმა თოვჭყაფში გადავიდა უკვე გაციების გამო და 10-ში უკვე ხამით თითქმის მთელ საქართველოში წვიმდა და განსაკუთრებით ინტენსიური წვიმა აღინიშნა აღმოსავლეთ საქართველოში ეს ეხებოდა ფასანაური გუდაურის მიდამოებს აქ 40 მმ-იც კი დაფიქსირდა ოღონდ ნალექი იყო წვიმის სახით და თოვდა უფრო მეტად კავკასიონის ქედზე 2500 მეტრ სიმაღლეზე თოვლის სახით იყო და უფრო ქვევით წვიმა თოვჭყაფში გადადიოდა. დღეს ეს სიცივე მთლიანად არის შემოსული საქართველოს ტერიტორიაზე. ველოდებით ამ საღამოს 11 აპრილს მთლიანად უნდა დაიკავოს მან ჩვენი ქვეყნის ტერიტორია, ამიტომ გამოიდარებს უმეტეს რაიონში, ამიტომ მოსალოდნელია ხამით მინიმალური ტემპერატურის დაკლება. დაბლობსა და ბარში ღამის საათებში დაახლოებით 0.5 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი და მთიან და მაღალმთიან რაიონებში 0-ს ქვევი თუ არ ყოფითი ტემპერატურების დაფიქსირდება. ხოლო ხვალ დღისით მაინც აქტიურდება ცოტათი სამხრეთიდან თბილი ჰაერის მასები გამოიწვევს ეს ტემპერატურის მომატებას. დასავლეთ საქართველოში შესაძლებელია მაქსიმალური ტემპერატურა 16-18 გრადუსი იყოს და აღმოსავლეთში დაახლოებით 14-16 გრადუსი. არის ცოტა ხნიანი გამოდარება 12-ში კვლავ უმეტეს რაიონშია მოსალოდნელი წვიმა და ტემპერატურის დავარდნაც. რაც შეეხება გამოსასვლელ დღეს 13-14 აპრილიც არამდგრადია საქართველოში. მიუხედავად ამისა, რომ ნალექი იქნება, ტემპერატურა ისეთი დაბალი არ იქნება, როგორც არის დღეს 10 აპრილს და 12 აპრილს. ტემპერატურის მხრივ ცოტათი მომატებას ველოდებით, მაგრამ არამდგრადობა მაინც დარჩუნდება 13-14 აპრილს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. და 14 აპრილის მერე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ალბათ უფრო გამოიდარებს თუ ჯერ ადრეა. სიტუაციები, რომელიც განაპირობებს ის გლობალური
მოძრაობა ცივი ჰაერის მასებისა. კვირის დასაწყისში მაინც ვერ ვიტყვით ტემპერატურა ცოტა განსხვავებული კი იქნება, უფრო რამდენიმე გრადუსით მაღალი დღევანდელთან შედარებით, მაგრამ არამდგრადობა ნარჩუნდება. ცოტა ტემპერატურის მომატებამ შეიძლება საელჭექო ღრუბლების განვითარება და გაძლიერება გამოიწვიოს და ამიტომ არ არის გამორიცხული, რომ აღმოსავლეთ საქართველოში ელჭექებიც ჰქონდეს. ანუ ქალბატონ დოდო გამოდის რომ მინიმუმ უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში კვირის ნახევარს ვიტყოდით დაახლოებით 16 აპრილის ჩათვლით არამდგრადობა ნარჩუნდება და მოსალოდნელია 17-დან უკეთესი ამინდები სააღდგომოც მე მგონია თელ საქართველოში მე მგონი კი ასე არის რომ ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს და უნალექო ამინდებით შევხვდებით. ყოველ შემთხვევაში აღდგომის პერიოდამდე ცივი ტანსაცმელი საწვიმარი თბილი ტანსაცმელი საწვიმარი ჯერ შევინარჩუნოთ თაროზე არ შემოვდოთ. ხოლგები და ლაბადები ხონდეს. ლაბადებიც აუცილებლად. კი, მადლობა დიდი ქალბატონო დოდო. ნახვამდის ქალბატონი დოდო გვაზავა, გარემოს ეროვნული სააგენტოს ამინდის მოკლევადიანი პროგნოზების განყოფილების უფროსი გვერდობა და პირდაპირ ეთერში, რომელმაც მოგწვა ინფორმაცია, რომ სავარაუდოდ აღდგომამდე გაგრძელდება წვიმიანი ცივი ამინდი, განსაკუთრებით აღმოსავლეთ საქართველოში და ხო კიდევ ერთხელ გავემეორებთ, რომ ასე ვთქვათ კარადის საზაფხულო ტანსაცმლით კარადაში საზაფხულო ტანსაცმლის სამთრის ტანსაცმლის ჩანაცვლება როგორც ჩანს ჯერ ადრეა ლაბადა ქოლგა თქო საწვიმარი და ცოტა თბილი ტანსაცმელი ალბათ ჯერ ისე უნდა გქონდეთ ხელთან ახლოს იმისთვის რომ ვერაფერი დაგვეკლოს წვიმამ. მოკლედ ამინდის პროგნოზი გავიგეთ როგორც ჩანს ხვალაც წვიმას ველოდებით დედაქალაქში დღის არხის ფორმატში ჩვენ ვასრულებთ მუშაობას და ეს დიალოგიც აიტვირთება რადიო ამინდის Facebook გვერდზე. მადლობა იმისთვის რომ ვუსმენდით ერთმანეთს დროებით.